მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღეს ვიწყებთ საოცარი ადგილიდან ჩვენს გადაცემას. ჯერ მოგიყვებით, სად მივდივართ? მივდივართ, აი ჩვენს უკან არის ხრამის, ანუ ქციას ხეობა, მდინარე ქციას ხეობა. გვაქვს ჩვენიერი ხედი ხულუტის ციხეზე, ასევე ფიტარეთი და მე ერთ დიდ ადამიანზე გესაუბრებით და კიდე რამოდენიმე რაღაც პატარა საინტერესო ადგილებს. ხეობა არის ფანტასტიკური, ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი. აქ ძალიან ხშირად დავდიოდი ადრე, როდესაც სკოლაში ვასწავლედი და დამყავდა ბავშვები, გზა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ხო, ეგ აღსანიშნავი არის, როდესაც თბილისიდან მოდიხართ და რუკაზე მიუთითებთ ხულუტის ციხეს, რატომღაც მხოლოდ თეთრი წყარო და ნამოსასროლ გზას აჩვენებს, რომელიც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში არის და გვაქვს ამავდროულად მოკლე და კარგი კაკალივით გზა ბოლნისიდან. აი აქ ბერთა კარი ამოვიარეთ ხომ სოფელი? კი, მაგ სოფლის გავლით ჩავდივართ, ესეთი კარგი ფართო გზა არის, მარტივი მოსასვლელია. ხო, ადრე ტანძიაში შევდიოდით და მერე ჩავდიოდით ხეობაში. და ახლა ტანძიას გვერდსუვლით, იქ 1 კილომეტრი, მანამდე უნდა გადავუხვდეთ, აბრა დგას. მოვედით ხულუტის ციხესთან, რომელიც მე-17 საუკუნეში არის აგებული ყაფა ნორბელიშვილის მიერ მისი ბიძის ფიტარეთისთვის შეწირული თანხებით. აგების დღიდან ციხე-დარბაზი ითვლებოდა მათი გვარის მთავარ თავდაცვით ნაგებობა და რეზიდენციად, რომელმაც სამწუხაროდ მე-19 საუკუნეში დაკარგა თავისი ფუნქცია. ახლა დანარჩენს ალექსანდრე მოგვიყვება, იმიტომ რომ აქ ნამყოფი არის არაერთხელ. ალექს, მოდი, შენ ჯერია. მოვდივარ. როგორც ირინე მახსენა, ეს არ არის მხოლოდ ციხე, არამედ არის ციხე-დარბაზი. რა განსხვავებაა ციხეს და ციხე-დარბაზს შორის? ციხე მხოლოდ თავდაცვითი ნაგებობაა, ხოლო ციხე-დარბაზი როგორც თავდაცვითი, საცხოვრისი. სწორედ ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს ხულუტის ციხე, რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებში აშენებულ ყველა ციხეთა შორის და ის ერთ-ერთი გამორჩეულია ნებისმიერი არქიტექტურით, რომელიც ჩვენ ახლა ვნახავთ. პირველ რიგში, რაც თავიდანვე გვხვდება, ეს არის ეგრეთ წოდებული საიდუმლო გვირაბი, რომელიც იმდენად არის კარგად შერწყმული, შენიღბული კლდესთან და ციხესთან, რომ შეიძლება ვერც მიხვდე, რომ გვირაბია. თან გარდა ამისა, ახლა კი ვდგავართ ჩვენ და გზა გამოდის, მაგრამ დღემდე ჩანს კვალი, მდინარე აქეთ საკმაოდ ახლოს იყო და ფაქტიურად ეს ჩამოსასვლელი იყო მიუვალი და მხოლოდ 2 გასასვლელი ჰქონდა და რამოდენიმე სათოფური, რადგან სათოფური ზევითაც ვნახავთ, ეს ციხე როცა აშენდა, მაშინ უკვე თეთრსასროლი იარაღი არსებობს, შესაბამისად სათოფურები და ნებისმიერი საბრძოლო ინფრასტრუქტურა მის ყაიდაზეა მოწყობილი. ადრე გვირაბში ავდიოდით, ახლა რესტავრაციის შემდეგ ეს არის ჩაკეტილი, პრინციპში სწორია, რადგან ესე ექსკურსიების დროს ბავშვები დარბოდნენ ხოლმე, შესაბამისად სასახიფათო იყო. იმედია ზევითი მხრიდან ღია, რომ ჩამოვიდეთ. ახლა ავიდეთ ციხეზე, ვნახოთ მისი ორივე ნაწილი და კოშკები. ეს სხვადასხვა ფერის ქვებიც რო არის. აქ მოპოვებული ქვებია, ხო, ეს მწვანე ფერის. კი, აქაური ბადანია, გზაშიც ხო ვნახეთ და ზოგადად სადაც მოიპოვებენ სპილენს და ოქროს, დაახლოებით ესეთი მადნებია. ციხე არის, არ ვიცი. ორი ნაწილისგან შედგება, ხო, ქვედა და ზედა ციხე, ისე წავიკითხე, რომ და თან ქვედა ციხე არის 8 სართულიანი და ზედა მხარე 7 სართულიანია. ახლა ვარ ჩვენ ქვედა ციხეში, კი 2 ნაწილიანია და ქვედა ციხეში იყო რამოდენიმე საინტერესო იქ არის კოშკი, ოთახი. აქ ის გვირაბი არის აქ მხარეს. ავე ბოლოსკენ შემოვიდეთ. ჯერ მოდი შევიდეთ აქ და მე ავიდეთ ზევით. რაღაცა რო ზევით ვავალ. კარგი, გიდი შენახა. აი აქ რამოდენიმე წლის წინათ, უბრალოდ მე პანდემიამდე ვარ, ბოლოს აქ მანამდე ძალიან ინტენსიურად დავდიოდი.
შემდეგ არ მომიწია რატომღაც აქ მოსვლა, რაც არის თვალში საცემი, ეს არის რომ გაწმუნდილი აბსოლუტურად ხელმცენარეებისგან, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, აი აქ ხეები, ბუჩქები, ეკლები იყო და ახლა მთლიანად ჩანს მასშტაბი ციხის. განსაკუთრებით ეს ნაწილი თუ არ ვწდები, ეს უნდა ყოფილიყო მარანი და სატრაპეზო, ჩანს კიდეც ქვევრები და აქაც ჩავალთ და მოდი სანამ ნახავ ცენტრალურ ნაწილს და ზედა ნაწილს შევიდეთ. აუ, ისიც უნდა ვთქვა ალექს, რომ დრონით რო ვიფრინეთ, წეღან დავინახეთ, რომ შუშებით არის ეს კოშკები გადახურული და რა კარგია, რომ შენახული არის რაღაცნაირია რა. აუთენტურად დატოვეს. ზოგადად რესტავრაცია, კონსერვაციის რამდენიმე ხერხი არსებობს და აქ გამოყენებულია ის სწორი, ну, იცი სწორზე არასწორზე შეიძლება ბევრმა იკამათოს, მაგრამ ერთ-ერთი საკმაოდ მიღებული პრაქტიკა, რომელიც ძალიან ხშირად ხდება ჩვენ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ძალიან ძველ ნანგრევს ან რომელიც ციხეს ან კოშკს ან სახლს უბრალოდ აღარ ახლებენ ხელს, ამაგრებენ იმას, რაც შემორჩა, უბრალოდ ზევიდან უკეთებენ შუშას. მაშინ ბაგრატის პროექტიც ეგეთი იყო თავიდან, მე სხვანაირად დაიგეგმა და კარგია რომ წყალი არ ჩავა და შენარჩუნდება ის რაღაც ნაწილი, მაინც. ასე რომ აქ არის ფაქტობრივად კონსერვაცია და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯა კომპანია RMG-მ რეკლამას კი არ უკეთებ, უბრალოდ ობიექტურობისთვის აღვნიშნოთ, რა თქმა უნდა, დახარჯა 1 მილიონი ლარი. ნუ მათი გაკეთებულია და ვერ დავუკარგავთ. ხო, და დაიქირავეს საკმაოდ კარგი სპეციალისტები და მივიღეთ საბოლოოდ ეს შედეგი. კოშკის იდეა რა მაგარია. ნახე. საოცარი მგონია რომ რაღაც სხვა პლანეტაზე ვარ, რაღაცნაირი ასეთი საქართველოში არ მინახავს. ხო, თავისთავად ახლა სხვანაირად აღიქმება, რადგან სართულები, რა თქმა უნდა, გადატეხული იყო ხით, მისი ნაწილიც ახლა ჩანს, შემორჩენილი და ჩანს, ნახე, ხანძრის კვალი ჩანს. ნახე? აი ეს. კი, დამწვარია. დამწვარია ხო, შემოსევისგან ალბათ შეიძლება უბედური შემთხვევისგან დაიწვას ავარაუდო. იცი რას დავაკვირდი? აი ამ სართულებს შორის, ანუ იატაკი რაც არის, ხო? არის ორმაგი. ხო. ხე და ქვა. ანუ ქვა იყო იატაკი და ხე იყო ქვედა სართულის ჭერი. ავიდეთ ზევით? აუცილებლად. და რაც თავარია, დროინდა კარგად ჩანდა, აი ზევით ჩანს გადახურვა, თან შუქით ჩამოდის და ძალიან კარგი გადაწყვეტა მე მომწონს. რადგან ერთი რომ ინარჩუნებს შემდეგ დროში, ანუ აღარ დაზიანდება დამატებით და მეორე სინათლეც ჩამოდის. ახლა ეს რო აღედგინათ რა, აქ ყველა სართულზე ისევ ხე გაეკეთებინათ, შეიძლებოდა, მაგრამ ასეთიც უნდა არსებობდეს.
რაც არ ვიცოდი, ანუ ეს ადგილი სადაც ახლა ვდგავართ, აქეთ მარანია, ეს იყო სულ ხემცენარეები და მიწით სავსე. გაწმენდის შედეგად გამოჩნდა, ახლა შემოვოდიოდით აქეთ. და აი გასასვლელი ანუ მეორე საიდუმლო გასასვლელი ვიოლობეთ გამოდიოდი ციხის გარეთ. მაგრამ ეს მხარე ძალიან რთული მისადგომი იყო და ნახეთ, აქედან კარგად ჩანს, აი დაჭაობებას ხედავ? ხედავ დაჭაობებას? ანუ მდინარე წეღან რაც ვქვი დასაწყისში, რომ ესე შემოდიოდა და აქედან ვქვი და ფაქტობრივად წყლის ღუდე ქონდა ამ ციხეს. ეს ნაგებობაც იყო ორსართულიანი, ანუ მარანი სადაც ახლა ვდგავართ, გადახურული იყო, ანუ მეორე სართულისთვის ეს იყო რა თქმა უნდა იატაკი და ზევით დიდი ალბათობით იყო სატრაპეზო ალაგი ადგილი, რომ სხვა დიდი ადგილი ამ ციხეში ფაქტობრივად არ გვაქვს. და მაგრამ რა ძალიან საინტერესოა ახლა შემომწირეთ მე და ირინემ, რომ ციხეში არ დგას გამართული ტაძარი, ეკლესია. რაც ძალიან იშვიათია, ნებისმიერ პატარა ციხეშიც კი პატარა ტაძარი არის. მაგრამ შესაძლოა რომელიმე კუთხე იყოს სამლოცველო, მაგრამ დღეს ამ ბჟაიმიდელი მონაცემებით, რასაც ახლა ჩვენ ხედავთ, არსად არ არის ეკლესია. ძალიან იშვიათი რამ არის ეს. შესაძლოა, იმიტომ რომ აქედან 3.5-4 კილომეტრში არის ფიტარეთის დიდებული მონასტერი. შესაძლოა იქ ლოცულობდნენ, მაგრამ ნებისმიერ ციხეში მაინც უნდა ყოფილიყო რაღაც სამლოცველო. შეიძლება რომელიმე ერთ-ერთი კუთხე ასრულებდა ამის ფუნქციას. ძალიან ბევრი არგვიულია, სულ 4 კილომეტრი მივიარეთ ტყე-ტყე ხულუტის ციხიდან და მოვედით ფიტარეთის მონასტერში, რომელიც არის, არ ვიცი,
საოცარია, მე პირველად ვარ და ჯერ სანამ დავიწყებდით ჩაწერას, ვიდექი და უბრალოდ ვუყურებდი, იმდენად შთამბეჭდავი არის, ზეც გამოვიდა რა ჩვეულებრივად ჩანს ყველანაირი დეტალი. აღსანიშნავი არის ის, რომ ტერიტორიაზე არის მრგვალგუმბათოვანი ტაძარი, გალავანსაც ვხედავთ, არის სამრეკლო და კიდევ რამდენიმე დამხმარე შენობა ნაგებობა არის ტერიტორიაზე. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც აუგიათ მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში. ტაძარი კლასიკური ოქროს ხანის არქიტექტურით არის ნაგები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის დეტალები, რომელსაც ნაკლებად შევხვდები, ან ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ შევხვდებით არც ერთ ქართულ ტაძარზე. გუმბათზე ზევით, ნახეთ, ტრადიციული გირჩების ნაცვლად გვაქვს სახეები. ძალიან საინტერესოა. 7 არის ესეთი სახე გამოსახული, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან და რაც საინტერესოა, ერთ-ერთ მათგანს აწერია ბასილი. შეიძლება ესენი დიდი წმინდა მამების გამოსახულებები იყო, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ესეთი ფიგურალური გამოსახულება ქართულ ტაძრებში თითქმის არ გვხვდება და ამითაც ფიტარეთი არის უნიკალური. გარდა ამისა, წეგან ერთი საინტერესო დეტალი გითხრა ადგილობრივმა ბერმა, რაც ადრე არ მქონდა ნანახი და ახლა გაჩვენებთ. ჩუქურთმაში აქ წეგან ბერმა მითხრა ძალიან მაგარი ადგილი, რაც არავის არ აქვს შემჩნეული, მოდი განახო. ნახე? ხო, ჯერ შენ თუ იპოვე. სანამ ირინე შემოვიდოდა, მანამდე მე ვესაუბრებ ბერს, ძალიან კარგი ხალხია, ძალიან სათნო ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ და მითხრა, რომ ამ სარკმელშიო არისო ანგელოზი, ერთ-ერთი მთავარანგელოზი, ან ჩუქურთმად გამოსახული. მე ვეძებე დაახლოებით 9 წუთი ვიპოვე, აბა შენ თუ ნახავ ირინე? კი, ვიპოვე. სად? ქვედა ნაწილში არის ეგრევე. ნახე რა ქორის თვალი აქვს, მე კიდე დამაწყდა თვალები. ანუ ტყუილა არ მიკეთია სათვალე ხო ესე იგი. ხო, ძალიან საინტერესოა, მართლა არცად არ არის აღნიშნული და გამოსახულებას თუ დავაკვირდებით, აი ჩანს, ნახეთ, ფრთები. ასე დგას. ხო, ესე და ფრთები არის, დოინჯი აქვს, შევოყრივი და უკან აქვს ფრთები. აი არ ვიცით კონკრეტულად მიზეზი, მაგრამ ვინც აკეთებდა ამ ჩუქურთმას, ასე თქვა, ერთი შემოქმედებითი, ესე თქვი, წიაღსვლა გააკეთა და კიდევ ერთხელ მობო, შემოქმედებითი თავისუფლება, რაც ადრე ქონდათ ჩვენ წინაპრებს, ქტიტორებს, მხატვრებს და ზოგადად ყველა ვინც ქმნიდა ამ ძალიან დიდებულ არქიტექტურას და შემოქმედებას ქონდა ძალიან დიდი. ამ შემოქმედებით თავისუფლებას გულისხმობ. და ალბათ ლაშა გიორგის უნდა ვუმადლოდეთ, რომ ეს თავისუფლება მისცა ყველაფერში. ხო, რა თქმა უნდა, ხელოვნება საეკლესიოც ყოველთვის მოითხოვს, რომ ფრთები იყოს გაშლილი მაქსიმალურად. ზოგადად ფიტარეთის აშენების ისტორიაზე იყო ასთა სხვადასხვაობა. თავიდან ეგონათ რომ იყო გიორგი ბწყინვალის დროს აშენებული, რადგან მოხსენებულია მეფე გიორგი, მაგრამ არქიტექტურულად და ყველანაირად ის არის აშენებული გიორგი მე-4-ის დროს, ანუ არა გიორგი მე-5 ბწყინვალის, არამედ გიორგი მე-4-ის ლაშა გიორგის დროს. და რა ძალიან საინტერესოა, აქ ჩვენ გვხვდება ერთი საინტერესო სახელი და გვარი, ქავთარ ქაჩიბაიძე, ან ქაჯიბაიძე, რომელიც სავარაუდოდ იყო ბარათაშვილების წინაპარი და აქ გვაქვს წარწერა, რომ მან ბრძოლით, ანუ ხმლით მოპოვებული თანხა ზღვის დაუხმარებლად შეუძენია ეს ადგილი და აღუშენებია მონასტერი. აქ არის ორი ვერსია, რომ ვისი თანამედროვეა ქავთარი, რომ ბევრი ფიქრობს, რომ აქ არაფერი არ იყო და ის არის ლაშა გიორგის თანამედროვე და ამისთვის არსებობს ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომ ის მოიხსენიებს მეფეებს, ანუ ორბს და შესაძლოა ეს იყო
ლაშა გიორგი და თამარის პერიოდი, როცა ლაშა არის თამარის თანამესაყდრე, შესაბამისად ლოგიკურია, ლოგიკა მასში არის მეორე ვერსია, რომ ქავთარმა უკვე დანგრეული, მონღოლების დროს დანგრეული ეს ტაძარი აღადგინა და შეუწირავს მისთვის რამოდენიმე სოფელი, მათ შორის თევდორე ანტკარი და ტანძია და დაუთქვას, რომ ჩემს შვილებს და შვილთაშვილებს ვინც გამოიწიროს, გამოისხიდოს, ვინ მოკლედ იქ პატარა წყელოკრულაც არის ჩართული მე მგონი. მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ შესაძლოა არის მეორე ვერსია. თუ გიორგი მწყინვალის დროს აღადგინა ამ ქავთარმა, იქ მეფეებს როცა მოიხსენიებენ, ჩვენთვის ცნობილია, რომ დემეტრე მეორესა და გიორგი მწყინვალის პერიოდში მონღოლები ერთდროულად რამოდენიმე მეფეს სვამდნენ და შესაძლოა ესეც იყოს. ფაქტია, რომ ლაშა გიორგის დროს აშენდა და შემდგომ გიორგი მწყინვალის დროს ის აღდგა და მიიღო უკვე ის სახე, რაც გვაქვს დღეს. ახლა შევიდეთ და ვნახოთ უკვე მხატვრობა. გვაქვს 3 ფენა და 5 სხვადასხვა ხელი. არ არის აუცილებელი იყო დიდი სპეციალისტი, რომ ნახო განსხვავება სტილისტურად და ასევე ტექნიკურად. აი, საკურთხეველი სხვისი მოხატულია, სავარაუდოდ თუ ვიმსჯელებთ, ძალიან წააგავს კახეთში მოხატულობები, როგორც არის თქვა, გრემის და ნეკრესის მოხატულობას და ვარაუდობენ, რომ მე-17 საუკუნეშია მოხატული, როდესაც ეს ადგილი კვლავ აღდგება, სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ ბატონი ყაფლან ორბელიშვილის დამსახურება. ეს ბატონი ყაფლანი არის ის, რომელმაც ხულუტის ციხე ააშენა და აქაც აღუდგენია ეს მონასტერი. საკურთხეველი სხვაფერია, სულ სხვაფერია გუმბათი, შემოსასვლელი სამხრეთი ფასადი სხვანაირად არის მოხატული და რაც თავარი სხვა ფენები, ანუ თავის დროზე რა თქმა უნდა ის იქნებოდა მოხატული, მაგრამ შემდგომში ის დროთა განმავლობაში განადგურდა და შემდეგ გადაიხატა რამოდენიმეჯერ და ასევე რაც ძალიან საინტერესოა, არ ვიცით ზუსტად ქტიტორი ვინ იყო. არ ვიცით ზუსტად, მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო, აი ესეთი პატარა გენიოსობები რაც აქ ჩართული, ბარელიეფი როგორ არის შემკული. რა თქმა უნდა აღრთვანებას იწვევს. აი ესეც ნახეთ, შეხედეთ ეს ნაწილი, აი ეს ნაწილი სავარაუდოდ უფრო ძველია და ეს ნაწილი, რადგან ძალიან თუ გახსოვთ ან ვინმე ნამყოფი ხართ, ასევე ლაშა გიორგის დროს აშენებულ სამთავროს მონასტერში, ძალიან წააგავს იმ მოხატულობას, თავისი ფერებით და სტილით. ხოლო შემდეგ გადახატულია, ხოლო რაც შეეხება გუმბათი საერთოდ მგონია, რომ გელათიდან ჩამოსული ადამიანის ახატული. ეს მხოლოდ ვარა. დანარჩენი არის მე-13, მე-14, მე-15. ეს თემა კიდევ გამოსაკულებია, მაგრამ როგორც ეკლექტურია ჩვენი საქართველო, ასევე მრავალფეროვანია ეს ერთი პატარა ტაძარი, სადაც ჩაქსოვილია უდიდეს ხელოვნებაც და უდიდესი მაშინდელი დროისთვის პროგრესი. გარდა იმ საოცარი ადგილებისა და ორნამენტისა, რაც უკვე გვაჩვენა ალექსანდრემ და მოგვიყვა საოცარი ამბები ფიტარეთის მონასტერზე, მე-17-მე-18 საუკუნეების მიჯნაზე იობ ფიტარელს აუშენებია მარანი. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ამ მონასტერის წყალობით გადარჩა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სახარება საქართველოში, რაც გვაქვს, რაც გვეგულება, იესე ბედისმწერლიშვილის მიერ, რომელმაც ასლან ორბელაშვილის და მისი მეუღლის თამარ დიასამიძის შეკვეთით იყო შესრულებული. ასევე შეგვიძლია მოკლედ თქვათ, რა ბედი ეწია უშუალოდ ამ მთლიან კომპლექსს და რატომ გვხვდება სასაფლაოებზე ბევრი ოსური გვარი. სადღაც მე-20 საუკუნეების დასაწყისში, როდესაც უკვე საქართველოში აზნაურები გაღატაკების პირას იყვნენ, ბეიზაკ ორბელიანმა ვინმე რუსს მიყიდა მთელი ეს ტერიტორია სამას თუმნად. იმ რუსმა კი თავის მხრივ იქვე პეტერბურგში შორს არ წასულა, ვინმე თაიროს მიყიდა მთლიანი ტერიტორია. აი ასეთი სევდიანი ამბავი უკავშირდება ამ ტერიტორიას.
სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი გაიხსნა 1984 წლის 3 ივნისს საბაობის მესამე დღესასწაულზე. ლიტერატურული მუზეუმი ორბელიანთა ისტორიული სასახლის ნაფუძვარზე აშენებული. ამ ადგილზე იდგა ორბელიანთა ისტორიული სასახლე, რომელიც სამწუხაროდ 1936 წელს კომუნისტების მიერ შეგნებულად იქნა დანგრეული. მის ნაფუძვარზე მე-20 საუკუნის 80-იან წლებში გაიხსნა ეს ლიტერატურული მუზეუმი. არქიტექტურა ეკუთვნის ნუკრი ალხაზაშვილს, არქიტექტორს, ხოლო მხატვრული გაფორმება, ანუ ექსპოზიციის შესრულება საქართველოს დამსახურებულ მხატვარს ზურაბ სამხარაძეს. სულხან-საბა ორბელიანი თავისი დროის უდიდესი მოაზროვნე, დიდი მწერალი, მეცნიერი, ლექსიკოგრაფი, მეიგავე დიდაქტიკოსი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, დაიბადა ტანძიაში 1658 წლის 4 ნოემბერს. ტანძიაში გაატარა ბავშვობა. აქვე ტანძიის სასახლეში მიიღო დაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით. მამა სულხანისა ვახტანგი მდივანბეგი იყო, თავისი დროისათვის უაღრესად განათლებული პიროვნება, სიბრძნის მოყვარული, მწიგნობარი, ცნობილი მეცენატი. დედა სულხანისა თამარი ზაალ არაგვის ერისთავის ასული იყო. სულხანის მშობლებს 11 შვილი ჰყავდათ, 8 ვაჟი და 3 ასული. ყველაზე უფროსი შვილი სულხანი იყო. სულხანის მამიდაშვილები არიან საქართველოს ისტორიაში ცნობილი ქართლის მეფეები არჩილ მეორე, გიორგი მე-11 და ლევან ბატონიშვილი. მამიდაშვილებთან დიდი სულიერი მეგობრობა აკავშირებდა სულხანს. გიორგი მე-11 სულხანის უფროსი მამიდაშვილი არის ის პიროვნება, რომლის უშუალო დაკვეთით, შთაგონებით, დავალებით შეიქმნა სიტყვის კონა, ქართველი ერის უძვირფასესი საუნჯე. ქართული მწერლობის და სრულიად ქართველი ერისთვის სამაგიდო წიგნი დღემდე. სულხანის სიტყვის კონა ეროვნული საუნჯეა ქართველი ერისათვის. მისი შექმნით ჩვენი მშობლიური ენა გადაგვარებას გადაურჩა, დაკნინებას, გაქრობისაგან იხსნა სულხან ორბელიანმა ჩვენი მშობლიური ენა სიტყვის კონის შედგენით. 40 წლის სულხანმა საერო მოღვაწეობა მიატოვა დავითგარეჯში, იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ბერად აღიკვეცა საბას სახელწოდებით. ეს ცნობილი ფაქტი მოხდა 1698 წლის 18 მარტს. 12 წელი გაატარა ნათლისმცემლის მონასტერში სულხან-საბა ორბელიანმა ბერად, 12 წლის განმავლობაში შექმნილი ნაწარმოებების ჩამონათვალი, რომლებიც გარეჯის კედლებში არიან შექმნილი. კიდევ სწავლანი სულხან-საბას კალამს ეკუთვნის 46 ქადაგება. ქადაგებები სწავლანის სახელით არის შესული ქართული ლიტერატურის ისტორიაში და ისინი სწორედ წარმოთქმული იქნა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის საკრებულოს წინაშე. 1710 წელს სულხან-საბა ორბელიანი დაუბრუნდა საერო მოღვაწეობას და 1713 წელს მის ცხოვრებაში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდი, რაც დაკავშირებულია ევროპის ქვეყნებში, საფრანგეთსა და იტალიაში სულხან-საბა ორბელიანის ელჩობასთან. 1713 წლის 17 აგვისტოს სულხან-საბა ორბელიანი გაემგზავრა ევროპაში. მისი მეგზური იყო საქართველოში მყოფი ფრანგი მისიონერი ჟან რიშარი. რიშარმა უმეგზურა ქართველ დიპლომატს, ჩაიყვანა პარიზში და პარიზში ვერსალის სარკებიან სასახლეში შეახვედრა საფრანგეთის იმჟამინდელ მეფეს ლუდოვიკო მე-14-ს. ლუდოვიკო მე-14-ს დახმარებას თხოვდა ქართველი დიპლომატი საქართველოსთვის. სულხან-საბას ცნობილი ავტოგრაფი შესრულებულია მხატვრის ზურაბ სამხარაძის მიერ. თავად ეს ექსპონატი, რომელსაც ქვია საბა ლოცულობს, არის მხატვრის საჩუქარი. ზურაბ სამხარაძე მოსასყიდლოდ საჩუქრის სახით მუზეუმს გადასცა გახსნის დღეს. სულხან-საბას ძმები ნიკოლოზი ზალზოსიმე და დიმიტრი კალიგრაფები იყვნენ. 1724 წელს მოსკოვში გაჰყვნენ ვახტანგ მე-6-ს, ქართლის მეფე, ამჯერად დახმარების სათხოვნელად რუსეთის იმპერატორს მიმართავს და სწორედ მას გაჰყვებიან
ძმები ორბელიანები ნიკოლოზი, ზალზოსიმე, დიმიტრი და რა თქმა უნდა სულხან საბა პირველ რიგში. სულხან საბა ხომ ვახტანგ მეექვსის აღმზრდელი იყო, მისი მარჯვენა ხელი, მისი მეფობის კეთილი გენია და პირველ რიგში გაჰყვა რუსეთში, მოსკოვში, ქართლის მეფეს და სადაც სამწუხაროდ 6 თვეში გარდაიცვალა სულხან საბა ორბელიანი. ორბელიანთა შთამომავლები ცხოვრობენ უკრაინაში. დიმიტრი ორბელიანს დარჩა შთამომავლობა, დნეპროპეტროვსკში ცხოვრობენ და ერთ-ერთი არის ეს ქალბატონი გალინა ორბელიანი, რომელიც არის მწერალი, ცხოვრობს დნეპროპეტროვსკში, დაბა რუდჩენკოვოში და ეს არის მისი წიგნი, რომელიც შეეხება ორბელიანთა გვარის ისტორიას. დასრულდა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი და ძალიან საინტერესო გადაცემა. ჩემთვის მართლა ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ არც ხულუტის ციხეზე არ ყოფილვარ, არც ფიტარეთის მონასტერში და ძალიან მრცხვენია, რომ დღემდე სულხან საბა ორბელიანის მუზეუმშიც არ ყოფილვარ და მართლა რა საოცარი ადგილი ყოფილა. შემოსვლის საფასური არის ლარნახევარი, მხოლოდ ლარნახევარი და აუცილებლად თუ ეწევით ან ბოლნის, ან დმანის, აუცილებლად შემოიარეთ, სადაც არაჩვეულებრივი ქალბატონები დაგხვდებიან და ძალიან საინტერესოდ მოგითხრობენ ყველაფერს სულხან საბას შესახებ. დღეს რაც ვნახეთ, ამის მონახულება თბილისიდან ერთ დღეში, ერთი დღეც არ გააჩნია ვინ რას. ერთი დღე სჭირდება. ერთი დღე სჭირდება, მაგრამ აი როგორი განსხვავებაა თან მუზეუმი, თან ციხე, რომელიც საუკეთესოდ არის კონსერვირებული და ფიტარეთის დიდებული მონასტერი. და რაც თავარია, სულხან საბაზე აქ მოსვლამ, შეიძლება ბევრი არც არაფერი არ იცოდეთ ამ დიდებულ ადამიანზე, მაგრამ ემოციის გარეშე ვერ გამოვხვალთ. ჩემთვის არის ისტორიაში პირველი სიმყარული ვით არის. ერთ მართლა არ ხუმრობ, პირველი საკურსო მქონდა ვახტანგ მეექვსეზე და სულხან საბაზე და მათ მოღვაწეობაზე ჯერ კიდევ 18 წლის როცა ვიყავი და ახლა როცა უსმენდი ამ ქალბატონს ეს ყველაფერი ამოტივტივდა თავიდან. ალბათ რომ თქვათ დღეს რა ენაზე ვსაუბრობთ ჩვენ, ითიც ვახდენთ ჩვენი თავის როგორც ქართველების იდენტიფიკაციას, ეს ადამიანი რომ არა, შეიძლება განსხვავებულ ქართულად გველაპარაკა, ან შეიძლება საერთოდ არ გველაპარაკა. იმდენად დიდი ღვაწლია და ალბათ ტოპ 10 ქართველი რომ მარტო მეფე ხო არა მეფე გმირებს შორის, მოღვაწეებს შორის საბა აუცილებლად არის ეს მისი ვამაყობთ ამ ძალიან დიდებული ადამიანის. ასე რომ გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა, გაჩვენოთ საინტერესო და უცნობი საქართველო. დროებით.